ახალაიამ და კალმახელიძემ საკუთარ თავზე უნდა გამოსცადონ ციხე, სადაც მათი ბრძანებით ხალხს აწარმოებდნენ. ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა დღევანდელ ყრილობაზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ. აგორებული სკანდალის შემდეგ გრიგოლიო ფიქრობს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს. ათასობით მხარდამჭერი ქრისტიან-დემოკრატებმა დღეს სპორტის სასახლეში შეკრიბეს. წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო მასშტაბურ შეხვედრაზე მხარდამჭერებს გიორგი თარგამაძემ მიმართა. ნახეთ შეხვედრის დეტალები ჩვენ სიუჟეტში. საქართველოს ჰიმნი და სიმბოლური მავთულხლართების სცენაზე. ქრისტიან-დემოკრატების შეხვედრას მოსახლეობასთან დღეს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე ქრისტიან-დემოკრატებმა ამ მომრჩევლებთან შემაჯამებელი ფორუმი გამართეს. თბილისელ და რეგიონებიდან საგანგებო შეხვედრისთვის ჩამოსულ მოსახლეობას სპორტის სასახლეში კიდევ ერთხელ გააცნეს მიზნები, ამოცანები და ის, თუ რას შეცვლიან ისინი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. საკუთარი საარჩევნო პროგრამის გარდა ქრისტიან-დემოკრატებმა საუბრის დიდი დრო ბოლო დღეებში გავრცელებულ კადრებს დაუთმის. ფირებს საპყრობილიდან. ინგა გრიგოლია მომხდარში პასუხისმგებლობას, მთლიანად ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტს აკისრებს. უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტიდან დაწყებული თითოეული მთავრობის წევრის ჩათვლით. ახალაია უნდა ჩაჯდეს იმ ციხეში, რომელშიც იგი 1100 გადაწებებდა ხალხს. ხაბუნა კალმახელიძე უნდა ჩაჯდეს იმ ციხეში, რომელშიც 1100 გადაწამებდნენ ადამიანებს. ძალიან ბევრი მათგანი წავა ციხეში. პრეზიდენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მისი ხელისუფლების სახე ეს არის ახალაიების ტროიკა. უნდა დამთავრდნენ ისინი. დამიდასტურეთ რომ უნდა დამთავრდნენ. ქრისტიან-დემოკრატებს მშვიდობიანი არჩევნები და არა სამოქალაქო არეულობა სურთ. კომპრომატების ომის პარალელურად გიორგი თარგამაძეს იმედი აქვს, რომ მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება. მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მოდერნიზაციის პროექტი საქართველოში სამარცხვინოდ ჩაფლავდა და ჩაიშალა. 9 წლის ავზე ჩვენ კვლავ დაუბრუნდით იმ საწყის წერტილს, საიდანაც ყველაფერს ვიწყებდით. დღევანდელ საქართველოში სახელმწიფო კვლავ მოძალადია, ქართველი ერი კვლავ შიმშილობს და კვლავ გაღატაკებულია, ჩვენი საზოგადოება კვლავ დემორალიზებული და ერთმანეთთან დაპირისპირებულია. საქართველომ განიცადა უზარმაზარი შეურაცხყოფა და ძალიან სერიოზული დარტყმა საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციის მხრივ. დღევანდელ დღეს ალბათ ისე როგორც არასდროს ქართული პოლიტიკის უახლოეს ისტორიაში აქტუალური ხდება კითხვა, არც ერთი და არც მეორე არსებობს მესამე გზა მხარდასაჭერად. არა, არსებობს მხოლოდ პირველი გზა, რომელსაც ქვია ქრისტიან-დემოკრატიული იდეოლოგია. 7 დღეში ახალ საქართველოში გავიღვიძებთ. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქრისტიან-დემოკრატების განწყობა ოპტიმისტურია. ლიდერები ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ერა დასრულდა. ეს საბოლოოდ გამოივიდა მას წერა, საბოლოოდ გამოიშვეს წელი, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანსაც აქვს, აღარ აქვს უფლება იყოს ხელისუფლებაში უპირველეს ყოვლისა მათ, ვის თავის დროზე ხელში აიყვანა სააკაშვილი. პრეზიდენტა შემდეგ კიდევ იმპერატორად აქცია და შემდეგ მიუძღოდა იმ ეკლესიების სარდელად თავისი იდეოლოგიური იდეოლოგიით იმ ადამიანების დაცულად დასრულდა საქვეყანოში და ესეც როგორც ხედავ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გასაკეთებელია. ჩვენ აღარ გვინდა ეს მატყუარა პოლისები, რომელიც თითქოს ყველაფერს ანაზღაურებს, მაგრამ სინამდვილეში რაც თქვენ გჭირდებათ ეს ხომ იქ არ შედის. აღარ გვინდა რომ 10 წამლიდან 9-ზე გვეუბნებოდნენ რომ დიდი ბოდიში, მაგრამ სადაზღვევო კომპანია ამ წამალს არ ანაზღაურებს. უნდა დასრულდეს ადამიანების ამ ფორმით წამება, არა აქვს მნიშვნელობა ადამიანს ციხეში მოკლავენ თუ უწამლობის გამო დაიღუპება. პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ სცენაზე ქრისტიან-დემოკრატების მხარდამჭერმა მომღერლებმა უკვე სოლიდარობის აქცია დაიწყეს. თუ სხვა შემთხვევებში ქრისტიან-დემოკრატების შეხვედრა მოსახლეობასთან კონცერტით სრულდებოდა, დღეს ეს მხოლოდ სოლიდარობა იყო. სოლიდარობა პატიმრების მიმართ. სიმღერები, რომელიც სცენაზე სიმბოლური მავთულხლართების უკან შესრულდა. მოსახლეობა შეხვედრით კმაყოფილი დარჩა. სპორტის სასახლეში შეკრებილი ამორჩევლები დღეს ამბობდნენ, რომ მოსწონთ ის მომავალი, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატები ქმნიან.
მომავლისთვის, ყველაფრისთვის კარგები არიან და მეც როგორც დედა, როგორც ბებია, მინდა რომ მაგათ მხრებზე გადაიაროს ყველაფერმა და მაგენი იყვნენ ჩვენი ბავშვების და შვილების ლიდერები. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ეს არის ჯანსაღი ძალა, ინტელექტუალური პოტენციალია ძალიან დიდი და ქრისტიანობა და დემოკრატია ეს არის ამოსავალი წერტილი. ქრისტიან-დემოკრატები მოსახლეობას ახლა უკვე საარჩევნო ყუთთან ელოდებიან. მასშტაბური ფორუმები დასრულდა, თუმცა შეხვედრა ამ მომრჩევლებთან 1 ოქტომბრამდე კიდევ გაგრძელდება.